ქართველი რეჟისორის წარმატება იტალიაში ნუცა ალექსი მესხიშვილის ფილმმა ბედნიერებმა ლესინის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმი იტალიაში სამუშაო წასული ქართველი ემიგრანტი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ზაირა არსენიშვილის მოთხრობის ეკრანიზაციამ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კინოკრიტიკოსთა ინტერესი დაიმსახურა. მარიკა შალიკაშვილი გიამბობთ. ქართველი რეჟისორის ნუცა ალექსი მესხიშვილის ბოლო ნამუშევარმა კინოსურათმა ბედნიერება კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ვენეციის ფესტივალის გამარჯვებულმა ფილმმა იტალიაში ლესინის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მიიღო. ფილმი, რომელიც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალის ამბავს მოგვითხრობს, რეჟისორმა 1 წლის წინ გადაიღო. ეს არის უცხოეთში სამუშაოდ წასული ქალბატონის ტრაგედია, რომელიც სამშობლოში მეუღლის გარდაცვალების გამოც კი ვერ ბრუნდება და ქმარს მხოლოდ ტელეფონით ტირის. გესმით, ჩემი ხმა, ხუზე დაადეთ მოგებული მალიკოს. ეს რა გაუგონარი გავიკე, ეს რა დღეში ჩამა. ზაირა არსენიშვილის მოთხრობის ეკრანიზაციით ნუცა მესხიშვილი კიდევ ერთხელ შეეხო იმ პრობლემას, რომლის წინაშეც არაერთი ქართველი ქალი დამდგარა. მე ხომ ჩემთვის არ წამოსულა ვალიკო. მე ხომ თქვენთვის წამოვედი. ოჯახისთვის. ფესტივალის თემა არის სოფელში მცხოვრები, არა ქალაქის ისტორიები, ეს ფილმები, რომლებიც სოფლის მოსახლეობას ეხება. იტალიის და საერთაშორისო. და აქ რაც ესეთი მთავარი პრიზი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ლესინის ოქრო ბედნიერება მასში წამოჭრილი პრობლემისა და ამ პრობლემის მხატვრული გადაწყვეტისთვის მიიღო. ჟურის წევრებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ფილმის ტექნიკურ შესრულებას. რეჟისორის ოსტატობას სევდანარევი იუმორით გადმოეცა ეს ტრაგიკული ამბავი და მსახიობების მიერ მათი როლების არაჩვეულებრივად შესრულებას. ძალიან საინტერესო იყო მუშაობის პროცესი. იმ თვალსაზრისით, რომ მე დავინახე ერთი შეკრული გუნდი, ნუცა როგორც სერიოზული ლიდერი, რომელსაც შეუძლია, რომ გადაღების პროცესი, რომელიც ასეთი რთული და ხშირ შემთხვევაში უმართავია, მას შეუძლია, რომ ეს მობილიზება გააკეთოს და შეკრას და მთლიანად საქმეს დაუმორჩილოს გადაღების პერიოდი. აქ არის ძალიან ახალი ფორმა, აქ ხდება რაღაც ისეთი სტანდარტების რღვევა ტრადიციული ფორმებიდან და ახალი კინოენის ძიება და აბა მეტი რა არის ნაწარმოების შემოქმედებითი მხარე. ნუცა მესხიშვილმა ლესინის კინოფესტივალზე დასწრება ვერ მოახერხა, სანამ ლესინის ოქროს რეჟისორს ჩამოუტანენ ის ერთ მოლდოველ ქალბატონთან ინახება, რომელმაც ფილმის ნახვის შემდეგ სურვილი გამოთქვა ცერემონიალზე ჯილდო რეჟისორის არყოფნის გამო თავად დაეღო. ფილმის სიუჟეტი მან თავის ცხოვრებასთან გააიგივა. კიდევ ერთი ქართული სახლი საფრანგეთში 4 სექტემბერს ქალაქი